მშვიდობისა მეგობრებო, ყველას მოკითხვა. დავამთავრო ჩვენი გუშინდელი, რომ იტყვიან ფორიაკი. ფორიაკი რა იყო, რომ გახსოვთ არა, ავიჩიე ისეთი გზა, რომელიც არ ვიცი, ნამყოფები არა ვართ, ამ თებით უნდა გადავიაროთ ის მოკლე გზები. იყო ორი ვარიანტი ქონდა, იყო გრძელი გზა, ცოტა ჩილოეთი წავსულიყავი, სადაც 230 მაილი უნდა გამევლო. მე სამხრეთით უნდა წამოსულიყავი აქით ლას-ვეგასიდან სადღაც 400 მაილამდე და ავიჩიე ისეთი გზა, რომ ორი გზა არის და იმ თიდან უნდა წავსულიყავი და მე ბიჭებს ვკითხე მძღოლებს ბევრი სხვათა შორის აქ ნამყოფი არ არის და ერთმა მირჩე რომ ამ გზით წადიო და გაჩერების პრობლემა შეიძლება გქონდესო, ვერ გეტყვიო, სანამ გადაუხეო, მაქამდეო გააჩერეო. მე ისე მომივიდა რომ ლოგბუკი და ის არ მაძლევდა მაგის საშუალებას და მომიწია ამ გზაზე გამოსვლა. ჯერჯერობით ფართო გზა არის, ხო. და მე რა მოხდა რომ აქ შემოძვერი, რაღაცა ადგილი ვნახე, გამიმართლა და მეშინოდა რომ ვინმე ხوار გამაგდებდა აქიდან, მაგრამ ყველაფერი მშვიდად დამთავრდა, არავინ არ გამაგდო აქიდან და წავიდე და ნახოთ აპეტი რა ვიწრო გზა ამისთანა რომ გუშინდელ ასეთი ფორიაკი გამოიწია ჩემში. ავედით. სავარაუდოდ ალბათ ლამაზ ადგილებს ნახავთ. ეხლა ეთყობა ეს თოვლიდან შეშინებული რო ვარ, ამ თემს ვერ იდევით, თორე ზაფხულში ჩვენ რამდენჯერმე გადმოვიარეთ აქ ლამაზ ადგილებს რო ვეძებთ და ოპა, ესაც შემოძრა. აქედაც ხო გამოვედით, ვეძებდით აქედან ეხა მარგარიტას მივყები ამ GPS ტრაილერის GPS-ი. მონიკა კიდო იმას მეუბნება რომ წადი უკან და გზელი გზით წადიო, მაგრამ მე არ უჯერებ და უჯერებ მარგარიტას. თან აქედან არის 60 მილი. 60 მილი და მონიკა მეუბნება. ოკეი. ჩვენ მაყურებელს ამ მარგარიტას არ მოსვათ, მაგრამ რა ვქნა მეგობრებო, სხვანაირად არ გამოდის, ესე იგი ვიდეოც ერთდროულად იმას GPS-თან ერთად ერთდროულად უნდა ჩართული და მოგვიწევს ამ ქალბატონის საკმაოდ არასასიამოვნო ხმის მოსმენა. ეხლა ჩვენ ვიმყოფებით შტატ იუტაში და იუტადან უნდა გადავიდეთ არიზონაში და არიზონა რუკას რო შეხედა ეს ადგილი ფრედონია ქვია იმ დასახლებას არიზონას კოლორადო შტატი კოლორადოსა და იუტას შორის არის რაღაც შუაშია ესეთი დასახლებაა და ნახოთ იუტა მოგეხსენებათ მეგობრებო მორმონების შტატია ეს ქრისტიანული სექტაა და ძალიან ისეთი ორგანიზებული და ძალიან მოწესრიგებული ხალხი ცხოვრობს ეს რელიგიურ დისციპლინას ვაბრალებ. საერთოდ რელიგიური ხალხი ყველგან ასე თუ ისე მოწესრიგებულები არიან ვიდრე იმ ხალხთან ის ადამიანები ვინც ვთქვათ არ მისდევენ რომელიღა თავის წესებს და კანონებს. აი ჯერჯერობით გზა ფართოა ის მაჩვენებს რომ 60 მაილია დასავლეთ მაგრამ ეს დასავლური პუნქტებია და Continue on West State Street. ეხლა რუკას რო უყურებ, ეხლა მიდის გზა, ერთი მიდის მარჯვნივ 9 ნომერია. ბიჭებმა თქვენს არ არისო ვიწრო გზაო რაღაცაო და მეორე მოდის მარცხნივ. ის მარცხნივ ისევ არ გვაწყობს. მარცხნივ გვეუბნება რომ ისევ უკან და წავიდე და სადღაც თებში იქით. ჩვენ უნდა ავიღოთ მარჯვენა მხარე. თან გუშინ გახსოვთ კიდე რატო ვითრევდი ფერს, მეთქი ღამე ეხლა სად უნდა ვიარო მეთქი.
არა მართალია ნოუთბუქიც არ მეყო, მაგრამ ძირითადად მაინც ის ეხა შემეძლო ღამევით მომეშორებინა და მისულიყავი, მაგრამ იმის გამო რომ უცხო ადგილია და არ ვიცი ეს ადგილები ვარჩიე ისე და ისე გაჩერებ. ახლა გაგვითენდა და ხედველობა და თვალთაწერი უკვე ვასაჩინოა. იცი აკვირდებით მეგობრებო, რა მაგარი ადგილი გადაღების დროს მირეკავენ ხოლმე და ვთიშავ ხოლმე, მაგრამ ხო და რას ვამბობდი, ესე იგი კაი ვქენი რომ გავჩედი, იმიტომ ადგილი ვიპოვე, თორე ახლა რასაც უყურებ, აქ გასაჩერებელს ვერ ვიპოვიდი. ეხა კი არ ეგრე რაღაც შესასვლელი, მაგრამ უკვე ვიწრო შესასვლელები ის არის. საერთოდ როგორ არის, ისეთ ადგილას უნდა გააჩერო, რომ პოლიციელმა და თვალში მოსახვედრი არ გახდე რა. საუბრობთ ეს ამ დასახლებას მოვჩები და მე ალბათ დავიწყებ. შეწყვიტა, რომ ცოტა ამერია ესე გამსებევით. ხო, ნახეთ მეგობრებო, როგორც ვივარაუდე რა. ეხლა გათიშვილი მქონდა ვიდეო, იმიტომ თვითონ სოფელში მატარა ისეთ ვიწრო ადგილებში და აი გამომწვანა აქეთ აი ვიწრო გზებზე და აღმართებზე რასაც ბიჭები მეუნებოდნენ ვიწრო გზებიაო და აქ გასაჩერებელს ვერ ნახავ და მართლაც და ღამე წამოსვლა და ბილა შეწონილი. ახლა დავიწყებ უკვე აღმართებში ნახეთ უკვე ავდივარ ზემოთ, ქვემოთ ვიწრო გზებში და ასე შემდეგ სიარულს. ახლა მე დავაყენებ სტატივზე, რომ მაინც ყურადღება გვინდა. საფურებლად კი არის კარგი, მაგრამ ყურადღება მაინც ყურადღება. არა, სწორი გადაწყვეტილება მივიღე კიდე, კაი, ამი არ წამოვედი აქ. Make a U-turn. სიმაღლეზე ავდივარ, იქ დასახლებები, მთელი ამბები და რაც ყურადღებას მოითხოვს. რასაც ყურადღება მოითხოვს, ეხლა ზოგჯერ ფიჭდები ხოლმე ეს გრამატიკული შესწავლები რომ მომდის ხოლმე. აი ამოვედი მცაზე. მე იქ ახლა დასახლებაა ზემოდან. სავარაუდოდ აქ იქნება უკვე ინდიელების და არიზონა ეს ადგილები ინდიელების და ჩვენ აგრე გადაღებული გვაქვს ადგილობრივი მკვიდრების დასახლებები. მათ უკვე ხელში შემილია ვიდეო დავიკავო, უკვე არ ამგონია გადასავალი იყო და რატომია პოლიციელი თავი არ შეხვდეს რომ არ დაგვინახოს რომ გვიკავია ხელში ტელეფონი. რომ ცარიელები ვარ, დატვირთულები არა ვარ, ესეც უკვე კაი შეღავათია. პოლიცია არ შეხვდეს. When possible, make a U-turn. საექსკურსიო ტრიპი გამოგვივა მგონი. ჩვენ ახლა ესეთ ადგილებში მივიდივართ მეგობრებო, სადაც აი ტურისტები, აი მაგათაც რომ მოუდეს ადამიანს ახლა წამოსვლა, ვთქვათ, ამერიკის დათვალიერება და აინტერესებს საინტერესო ადგილები. ტურისტული ჯგუფები აქეთ არ წამოვა. მაშინ სპეციალურად უნდა წამოხვიდეს, სპეციალურად ახლა ისე რა. და ჩვენ აი ასე თუ ისე ვიწევს ასეთ ადგილებში სიარული. თავისებურად მიკლუხა მაკლაეები ვართ. ახალი მიწების აღმომჩენები. ო, რა თქმა უნდა, ახლა ასფალტის რაც არის ისიც არის, მაგრამ ჩვენ ხო ვართ, ჩვენთვის ახალი ადგილია და აი შეგრძნება, აი ზოგჯერ რომ მეუნებია ხო რა სიამოვნებას ღებულობას და ახალ ადგილებში რომ დადიხარო და მაგაშია მთელი უბედო ისა სიკეთე და როგორ ვთქვათ
ადრენალინი გამოდის, როდესაც ახალ ადგილებში მიდიხარ და რაღაცნაირად შეგრძნება გაქვს, რომ შენ ისეთ ადგილებში ხარ ნამყოფი, სადაც სიტყვაზე 1000 კაციდან 5-ია ნამყოფი და შენც იმ 5-ეულში შედიხარ. რამდენი მანქანა მოდის რა ხდება ეს ინდიელების დასახლებიდან მოდიან თქვა სამსახურში მიდიან. მაღლა ნახე თითქოს თაზე თითქოს ციხესიმაგრეა, მაგრამ ეს ბუნებრივი არ ამგონია ხო ციხესიმაგრე იყოს. ორა არიზონა თავისებური დამახასიათებელი თვისებით გამოგვიჩნდა. რა ლამაზად გამოიყურება. ეთქობა ზემოთ წვერვალივით იყო და მე ქარმა და ამინდებმა დაანგრიეს, მაგრამ ისე გამოიყურება თითქოს ციხესიმაგრეა. და რა თავარია აკრძალული არ არის. ნუ ტრაილერმა იაროს ამ გზაზე ეს კარგია უკვე. სულ რაღაც 55 მილი დაგვრჩა და ალბათ ეს გზა მიგვიყვანს იმ ფრედონიამდე. ამჩნევთ აი ტრაილერები არ დადიან. აი სატვირთო მანქანები არ დადიან, მარტო დადიან მსუბუქი მანქანები. ახლოს მივახლოვდეთ. ამაზე არა. ხაჭი დილა კიდევ მზე არ ანათებს, ამზე რომ მიანათებს, უფრო კაშკაშა ფერებს მიიღებს. ის წითელი მთები თუ როგორ ვთქვათ. საუბრობს სპილენძის მთებია ესე. დილით ეხლა სხვა ფერია, შუა დღეს სხვა ფერია, საღამოს სხვა ფერია. ეს ადრე შეგუჩნევია ჩვენ და გადაღებულის გვაქვს, როგორც მახსოვს ჩვენი ვიდეოებიდან. ეს მონიკა მეუნება მოუხე უკან წადიო. არ დაუჭერთ, ხო? კარგია, გასასვლელიც იქნება, ეხლა დრო რომ მქონდეს კი ავიდოდი იმ მთაზე. სამწუხაროდ მაგის დრო არ აქვს. გავაგზავნოთ გზა, იქნებ უფრო საინტერესო რაღაცებიც ვნახოთ. ვთქვათ, ამ თემს რო უყურებ, ის ინდიელებზე გადაღებული ფილმები გახსენდება რა. აქედან მოდიოდა თქვათ ის სამთავრობო ჯარები, აქედან ინდიელები ზემოდან გადახურებდნენ, გადახედავდნენ სტრატეგიულ ნიშნულობის ამოცანებს დაესახავდნენ და მიდიოდა მერე ბრძოლა. აი გაიხსენეთ ინდიელების ფილმები. ახლა რაღაც ხშირად აღარ აჩვენებენ ხოლმე, ჩემ ბავშვობაში ძალიან ბევრი ფილმები იყო ხოლმე ინდიელებზე. ოქროს მაკენა, მერე ეს გოიკო მიჩი თამაშობდა ხოლმე ძალიან ბევრი ინდიელებზე ფილმს. იმიტომ სხვათა შორის ცოცხალი ყოფილა, მე მგონა იყო კაი 90 წლის არის. კარგად შენახულია გოიკო მიჩი. გერმანელი გედერის მსახიობი იყო. ადრე ხო გერმანია ორ ნაწილად იყო, ფერგე და გედერი, ანუ ფედერაციული და ეს კომუნისტური იყო, გედერიდან იყო ის გოიკო მიჩი. სავარაუდოდ ალბათ ინდიელების სოფლებსაც გავივლით. ადგილობრივ მკვიდრების სოფლებს ძირითადად მაგათ რეზერვაციებს ეძახიან. რეზერვაციებში ცხოვრობენ, რა არის რეზერვაცია, სადაც ისტორიულად რო გაჩაგრეს ანგლო-საქსებმა ეს ინდიელები, მერე პირობები შეუქმნეს, რეზერვაციებს ეძახიან, სადაც გადასახადებს არ იხდიან და თითქოს გადააჩინეს ამ რეზერვაციამ უფრო ზარმაცები და უფრო პრობლემატური გახადეს რა, მაგაზე წამიკითხია. თითქოს ინდიელების გადარჩენა უნდა და თითქოს ის ანგლო-საქსებმა დაჩაგრეს თითქოს კომპენსაცია, მაგრამ პირიქით მოხდა უფრო გაზარმაცდნენ და
რაღაცნაირად უფრო ზანტი, უფრო ლოთობას და სასმეცი არიან მიდრეკილები. აი, ნახოთ შეიძლება ის სოფლები გავიაროთ კიდევაც და აი ეს მანქანები რომ მოდიან, ესენი ძირითადად აი ეს ინდიელები არიან, მე ასე მგონია. ნახოთ. ზოგადად წყოლები ერიდებიან ასეთ ადგილებში წამოსვლას. ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ მანქანა რო გაგიფუჭდეს, რაღაცა პრობლემა შეგექმნას, აქ სად უნდა იპოვო ან თუ მოვა დახმარება. დიდი ხანი უნდა ელოდო და ასე შემდეგ. და რაღაცა უხერხებელიც არის, ხო, ვიწრო გზა. აი, ტრაილერი მოდის, მარტო მე არ ყოფილვარ. დადიან, ეხლა თქულად კი არ არის გაკეთებული, ეხლა ბოლოს რაღაცა დასახლება იქ, სადაც მიდივართ იქ ხო არის დასახლება, საჭმელები, რაღაც პროდუქტები ხონდა მიიტანონ. ეს დამთავრდა ეს რაღაც თათა სისტემა, იქითკენ მარცხნივ შეუხვია, ჩვენ კიდევ ამ გზას უნდა გავუხვე და შორს ნახე ისევ ვთქვათ, წვეტიანი ცოტა არასწორი გამონათქვამია. აკუთული ლიტერატურული ენით თქვა და გამოჩნდა. ისე ბიჭებმა კი მართალი მითხრეს, აქ ასაჩერებელს ვერ იპოვიო. ამიტომ სანამ ამ გზაზე დადგებიო, იქ იპოვე გასაჩერებელიო. მართალი. ეგ ავტობუსი მოდის. ხო, ეს გზები ფაქტობრივად ეხლა არიზონა ხო იცით, გრანდ კანიონისკენ მიდის ძალიან ბევრი გზები და ალბათ ეს ავტობუსებიც აი ეს ტურისტების ავტობუსებია. აი რაღაც კოტეჯის სტილის ეს ალბათ სავარაუდოდ ალბათ ტურისტებისთვის არის ეს საცხოვრებელი ნავთილად არ არის. ხო, აი პატარა თანხებივით არის ეთქობა. საფუში ტურისტები მოდიან და ასე ინობენ ამ მიდამოებში. სავარაუდოდ ალბათ აი ამ თებზე იმთაზიავა. ჩვენ ხო არ ვიცით ამ ყველაფერი აქ რა ხდება. ეს უკვე კოტეჯებია, ეს ინდიელების დასახლება არ არის. აბსოლუტურად მგონი აი იქით იქნება ეს ინდიელების დასახლება. ეთყობა კიდევაც აი ეს მიწურებში და რაღაც ისეთ დაჭროულ სახლებში ცხოვრობენ. აი რაღაც ბენზინგასამართი კი არის და იქით რაღაც პატარა სახლებია რა, ეს ხო ეს ფაშკარად ინდიელები ცხოვრობენ. ყველანაირ პირობებს უქმნიან, ყველანაირ პირობებს. ანუ მაინც ეხლა რა თქმა უნდა ბევრი თეთრიც მოდის, ეხლა ამერიკელები პენსიაზე რო გადიან, ახლა იაფიც იქნება და იყიდილობენ ხოლმე გასულ ადრე ერთ ამერიკელთან ხონდა საუბარი, ის ნევადაში იყო, მთელი ცხოვრება ვიმუშავებდა და ასეთ ადგილებში მოდიან. იყიდიან ხოლმე რაღაც პატარა მიწის ნაკვეთ ძალიან კაპიკებში და მე სახდებიან. ალბათ სავარაუდოდ ასეთი მომენტია, მაგრამ ეს უფრო ტურისტული ამბებია, აი იქითკენ ცოტა დასახლება. ასია თუ ისია, ჩვენ უყურებთ რეალურად, ნატურალურად და ბუნებრივად ამერიკულ ყოფას, კერძოდ არიზონაში. არა, შემეშალა მეგობრო, ჯერ იუტაში ვარ, ჯერ არიზონაში არ გადავსულვართ. აი ამ თათა სისტემასაც შორდებით და ალბათ სტეპურ რელიეფში გადავართ. თქვენთან ერთად მეგობრებო, მეც პირველად ვარ ამ ადგილებში. სიტყვით ერთად ვართ უცხო ადგილებში. პირველად. არა, მოძრაობა არის, დადიან მანქანები. ათ უკაცრელი ადგილიც არ არის, რა ვიტყვი. მე მესამე თუ მეოთხე ტრაილერი ჩექდა. მაგალითად მოდის.
ფილმებს რო უყურებთ, მეგობრებო, ალბათ ფილმები გახსენდებათ სულ არა. ამერიკული ძველი ფილმები. ისე ჩემი აზრით ცოტა საინტერესო რო იყო ჩვენი ვიდეო. ეხლა თქვენ ხო უყურებთ ახლა ამ ვიდეო ჩანაწერს და შეგიძლიათ ასეთი ფრედონია სადაც ჩვენ მივდივართ რუკაზე აკრიფოთ და მიხვდებით უკვე სადა ვართ რა. ფრედონიას უახლოვდებით რო აკრიფოთ რო აკდოთ ამოვაგდოთ მეფიდან Google მეფიდან ფრედონია არიზონა და ნახავთ არიზონის უკიდურეს ჩრდილოეთ ნაწილშია ჩვენი დასახლება სადაც ჩვენ მივდივართ და სადაც ჩვენ უნდა ავიღოთ ტვირთი. რაღაც სახლები შენდება. მაინც ახლა რო ვიფიქრო რა უნდათ ახლა ამ ასეთ ხრიოკ ადგილებში ადამიანებს, მაგრამ ვიცი რა, ბევრი სამხედროები რა ქვია ამას Cedar Point, ნახეთ, რა კაი სახლებია, ეთყობა ეს უკვე დაგეგმილი პროექტები შენდება და დაგეგმარებით, ხალხი ცხოვრობს, აი რა არიან არიზონელები, რომელსაც ეხლა ჩვენთვის შეიძლება ეს რაღაცნაირად მიუღებელი ადგილი იყოს, მაგრამ ცხოვრობს ხალხი, როგორც ვიცი, არიზონა შტატში გონი 10 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, ახლა დიდი შტატია, პატარაც არ არის, მაგრამ Turn right on South 1600 East, then make a U-turn. ვიღაცები იქით პატარა თავის პატარა სახლის მიშენებენ. ისე ყოველთვის კარგია ეს ადმერობით ხარ დასახლების ისტორიას რო გადახედო თვალი. მე უფრო საინტერესოც არის რატომ მოხდნენ აქ, როგორ მოხდნენ, ასაკეთებენ, იქ ცხოვრობენ. ეს ვიცი უფრო საინტერესოა წინ. უბრალოდ მე ახლა არ ვიცი ხოლმე წინასა სად მიდივარ. და ზოგჯერ დროც არ მაქვს ხოლმე და ნახე ამ შვენიერი სახლები ეგ რა დასაწუნი არაფერი არ არის. მაგრამ ნუ რას ვამბობთ ახლა წეგანას შევწყვიტე, როცა იცი რაღაცა ისტორია და იქ მიმდინარე ამბები საინტერესოა. აწი მე შევეცდები წინასა რაღაცას გადავიკითხო. რომ მომცემენ შეკვეთას და დასახლებაზე სადღაც ხომ მომცემენ, სადღაც უნდა მივიდე და იმის შესახებ პატარა ინფორმაციები რო აგვიქო ხოლმე და ერთობლივად დავათვალიეროთ. მაგრამ ხელა სახლია, მაგრამ ის კაცი და განამფრევო საფრთხე სახე აქეთ იქ ბოლოში. ეს პატარა სახლი. Continue on Utah 59. Ონიკაც გაასურა უკვე და აი ნახეთ სად მივდივართ, აი ეს საზღვარია. ეხლა იუტადან შევართ არიზონაში და ეს დროშა სადაც კიდია, იქ მივდივართ ჩვენ. აბჭა რამდენი 39 მილი. ფრედონია. აი იუტა დავამთავრეთ და შემოვედით არიზონაში. არიზონაში შემოვედით. ფრედონია. 12 მილი დავჭა. დასახლება. ნახეთ მეგობრებო, აი ლოგბუკი რო ვამბობდი მეთქი, აი ხა გაფუჭდა, ეხლა გაიგე, ხა ამოვიდა, ვერაფერი ვერ მოუხერხე, ხან იმას დავაჭირე, ხან ამას დავაჭირე, ვერაფერი. ტყუილად კი არ მეშლება ნერვები ამ ლოგბუკზე, ეხლა უნდა დაურეკო იმ გოგოს, ვინც აიტიშნიკია, მაგრამ ჯერ მაგისთვის არ ცალია. ეხლა აქ არ ამგონია ვინმე დამაჭიროს. ისეთი ადგილია, რომ პოლიციედეს არ ამგონია რომ იყოს, მაგრამ მომენტებში მაინც იძაბები რა ეს ლოგბუკი და ეს შეათ ვამბობთ ხომ ეს კონტროლის ქვეშ ვარ ყველაფერი. ხა თაგვე გაფუჭდა, ხა გაიგე, ხა ამოვიდა.
თავისუფლებას კარგავ, ვიღაცა პატარა პლანშეტის გამო ეხლა უნდა ინერვიულო რა. გაუმარჯოს თავისუფლებას. არ გვინდა ტექნიკის მონობა და ტექნიკაზე დამოკიდებულება. გონი რო გავბრაზდი Android-ს რა ქვია პლანშეტი მიხვდა და ჩაერთო. შეეშინდა რო ზოგჯერ ამ ტექნიკის და ონლაინის მინუსებზე რო ლაპარაკობ ხოლმე, ბევრი ადამიანი ღიზიანდება რა. შენ ჩამორჩენილი ხარ, შენ ბნელი ხარ. გინდა ბნელი იყავი და გინდა ნათელი. ფაქტია რომ კაცობრიობა და ადამიანები რომ დამოკიდებული გახდებიან ამ ელექტროსისტემაზე და კომპიუტერზე. ოთის არის იმის თეორია და თეორია კი შანსი რომ ვიღაცამ ამით ისარგებლოს და გათიშავს და გამოყვება მაგას ერთმანეთს. ბიბლიაში ეს ყველაფერი ნაცინასამეწყველებია, მაგრამ მაინც ხოიცი ადამიანები არ ჯერათ. ეხლა წარმოიდგინეთ, უბრალოდ მობილურები რომ გაითიშოს, აი წარმოიდგინეთ 1 საათი რომ გაითიშოს მობილურები რა. რამდენი ადამიანი გახდება ცუდად. წარმოგიდგენიათ? ეხლა იმ დღეს უყურებდი ექიმები, რობოტი ექიმებიო და რეკლამას უკეთებდნენ, გონი ანუკა ჟორჟონიანი იყო სადაც თბილისში. ექიმი დგას ოპერაციას აკეთებს და შორიდან რობოტს უყურებს და რობოტი აკეთებს ოპერაციებს. რა და ეს დგას ექიმი და უყურებს. ესო ძალიან მაგარიაო და აი წარმოიდგინეთ იმ რობოტში რომ რაღაცა რომ გაფუჭდეს, რაღაცა რომ გაზიანდეს, რა მოყვება მაგ შედეგი რა. მაგრამ რადგან აჯერათ ეს მათ ითვლება პროგრესად. მე მაგალითად ძალიან სერიოზული თემაა ესა და უკვე კაცობრიობასაც ეთყობა რომ როგორ არიან ადამიანები დამოკიდებული ტექნიკაზე და ონლაინზე და ასე შემდეგ. ნუ ეს ამბავი კაი გაგვისწორდა, გასწორდა. გავუბრუნდეთ ისე ჩვენ საქმიანობას. 25 მილი დაგვრჩა. ფაქტია რომ ადამიანს ვერავინ და ვერაფერი ვერ შეცვლის ადამიანის გონებას, იმიტომ რომ მერთმა და რაც მერთმა შექმნა, იმას ვერაფერი ვერ დაუპირისპირდებ. ვერც კომპიუტერი, ვერც ონლაინი და ვერც თანამედროვე ტექნიკა. აი გაგვითენდა უკვე არიზონაში. რომელი საათია? 7 საათია. იწყება და ჩვენც ალბათ ცოტა ხანში მივართ იმ ფრედონიაში. მეგობრებო, რუკა ხო არ გაგიხსნია და ხო არ გინახია სად არის ეს ფრედონია? ბავშვობიდან წიგნებს რო ვკითხულობდი ხოლმე, ყოველთვის ის რაღაცა მოვლენა რო ხდებოდა ხოლმე, აი განსაკუთრებით მოგზაურობაზე რუკა მქონდა ყოველთვის გვერდზე რა. და რო ვკითხულობდი მაგარი შტამპისთავი იყო. იმიტომ მას გამახსენდა ეს რომ რუკას ხო არ გახსნი და ვიდეოს რო შეხედავ და რუკიდან გეცოდინება სადახა. ფრედონია, არიზონა. ფიქრები. ესეც მიმდინარე ფიქრები, ხან იმას მივედები, ხან ამას მოედები, ხან იმაზე ვფიქრობ, ხან ამაზე ვფიქრობ, მაგრამ ვფიქრობ. და მეც ამ ფიქრებს გიზიარებ. არიზონაში ვიქნებით, თბილისში ვიქნებით, ნიუ-იორკში ვიქნებით, თურქეთში თუ გერმანიაში. სანამ ცოცხლები ვართ, ფიქრები არ შეგვეშვება. კებაბი ქვია, კებაბი და
ეწერა Indian Reservation. ალბათ გავივლით ამ რეზერვაციას. რაც წარწერა მე რაღაცა Subway in Kanab. დასახლებას ქვია კანაბი და რეკლამაა Subway, ანუ ეს ბუტერბროდის კომპანია რო ეთქობა თუ მოგშიდათო ხაბაბი თუ ხანაბი ქვია ამ დასახლებას. ხანაბში არისო Subway-ო. ესე Subway-ზე გამახსენდა ჩემი მეგობრი Subway იყო სპორტის სასახლისთან იდგა და 4-5 თვის წინ ააღებინეს. აი მე პოლიცია ნახე, მეო ეხლა უკვე შორიდან შევამჩნიე რომ მოდის ეხლა უკვე წითელი ის ქონდა და მოატრიალა. ნახეთ ეს ანათებს რა ხდება, არ ვიცი. ორი ახალში არ გვეყავს ახლა ჩვენ ტელეფონი. აი პოლიცია მოატრიალა. მანქანასთან მივიდა. რა ხდება? ახსაიდან გაიჩიტა პოლიცია. არ ვიცი. და ნახეთ მარცხენა მხარეს ანათებს. ასეთ ადგილას წარმოიდგენით პოლიციას, მაგრამ გაიჩით. აქ რა არის, საერთოდ ინდიელები არიან ძალიან ბევრ სვამენ რა. და ეთქობა მიდრეკილება ინდიელებს თან როგორ იცი, რო სვამენ, მაგათ რაღაც ფერმენტი თუ რაღაც არა აქვს და ძალიან მაგრა თრებიან რა. ეხლა ჩვენ ქართველი თუ ჭიქას დალევს, ის ნახევარ ჭიქას დალევს და უკვე თვალია ხოლმე რა. ეს პოლიციას მიადგა. ას გაიგე. აი ნახეთ, მიდიხარ ტრამალებში, ვერც წარმოედგენ რა უნდა აქ პოლიცია და გაიჩიტა რა. საერთოდ აქ როგორ არის, კვადრატებად აქვს დაყოფილი და ეთქობა რაღაც არიან. ყველაფერი კონტროლდება, ყველაფერი თვალსაჩინოა. რა წარწერა აქა Cypress Creek National Monument. It's Martsvivare. ეს არის მონუმენტი, Kanab პირდაპირ არის, მაგრამ ხო რაღაცა ორგანიზაცია თუ მანქანები კიდგანან. Fredonia 14 მილიკონ დარჩენილი. ხო ესე მიდიხარ და უცბად პატარა რაღაცა 1-2 სახლით გავთ გაიგე რა არის. აი ესე ვიწყება ახლა ალუწნელი სიმსი. ისე საინტერესოა ამ ფრედონიიდან, ხო ასეთი ადგილი და რა იწარმოება, რომელიც უნდა წაიღო ტენეში. კომერციული ინტერესები ჩაერთო ახლა ჩვენ გონებაში. არის ალბათ ასეთ სივრცეში ეს ფრედონია და როგორ ფიქრობ რა იქნება, ვითომ წიაღისეული რაღაცა ტექნიკური არ ამგონი ახლა. უფრო ჩემი აზრით რაღაც წიაღისეული თიერება იქნება ჩემი აზრით ნახოთ. ვიქტორი ნახوار გავათამაშოთ მეგობრებო. ეხლა როგორ გავათარო? ეხლა კითხვა ისმება. რამე ტექნიკური ნაწარმია თუ წიაღისეული? აი ორი კითხვა. ესე იგი წიაღისეული რაღაცა წარმოება თუ ტექნიკური? ტექნიკურში ას გულისხმობთ ხათი. საათი ან რაღაც მექანიზმი ან რაღაცა. ვის სწორ პასუხს გასცემს? ჩვენი მოგებული ტრადიციულად ჩვენი ციგნი ორეული. გადაეცემა ციგნი ორეული. დაგჭა 10 მილი. Fredonia. Honey Market, right we light. ციგნი თაფლის წარმოება ხდება აქა. Kenab Indian Reservation margin წახვალთ. იგი
ინდიელები ცხოვრობენ და თუმე თავს აწარმოებენ და ესაც კომერციული აზრი გავიგეთ ახლა რატომაც არა ახლა ამ ღია სივრცეში თაფლი მოყავს თაფლის მეურნეობა არის ეგეთ არის მარჯვნივ კენაპ და მოკლედ და ფედონიაშიც მოახლოვდებით ფედონიამდე 5 მაილი თუ ფედონია ეს არა მარჯვნივ არა ფედონიაში მოვედით ბოდიშით ამერია თაფლები გვაქვს აქედა. თაფლიც უხლა ადამიანის დაწარმოებია ეს კი. მეორე იმაში ტექნიკური იმაში გავიყვანოთ ხო თუ ვიქტორინაში გავათამაშეთ. ნუ წიაღისეული არის თქვათ ის რაც მიწიდან ამოაღდა რაღაცა სასუქია და რაცაც ადამიანი აკეთებს ის უკვე ტექნიკურად ჩავთვალოთ. ალბათ თაფლიც ტექნიკურია, იმიტომ რომ ადამიანი უვლის იმ ჩუტკას და აწარმოებს ეს. კარგი, აბა მოვიდეთ ახლა ფედონია რა არის ეს. ქალაქი რაჩენის რა დასახლებაში უნდა გავიაროთ. აბა მოგვათ იმ საწარმოში სადაც უნდა მივიდეთ. ფედონია. ფედონია, მოვედით, შემოვედით ფედონიაში. აქ ხოიცით პოლიცია მარტო ამიჭიროს ხელში რომ იკავია და ფედონიაში შემოვედით. ხო, ინდიელების დასახლებაა რა, იმიტომ რომ სახლებია ძალიან ისეთი. Фредония. Okay. Turn left at the stop sign. ერთი მანქანა მოდის და ვერ მოვიდა რა. ასეთ ადგილებში ყოველთვის უნდა იყოს თხილად, იმიტომ პოლიცია არის, დამანულები არიან და ვარ მოელოდები. კაციშვილი თვითონ არ ცხოვრობს, ხო, მაგრამ მაინც. 3.25 miles. Morning Baker. მეგობრებო, ასეთ ადგილას იცხოვრებით. ამ ხელა გზა ქონია ფედონიას. მესახლებია. ეკლესიაც ქონიათ ხო, ჯეზის ქრისტის კათოლიკური ეკლესია ყოფილა ეს. და მივიდეთ ახლა ჩვენ სადაც უნდა მივიდეთ. ახლოს არის. ეს არის პოსტა. ნუ ამერიკული ჩვეულებრივ სოფლური დასახლებებია ეს ასე ხშირად ჩვენ გვიჩვენებია ჩვენ ვიდეოებში, მაგრამ ისეთი ისინია რა, რომ არასდროს არ მოგბეზდება რა. ბიბლიოთეკაც ქონიათ. მაგრამ ამერიკული ცხოვრების წესი, კაციშვილი არ არის გარეთ, ან სახლშია, ან კომპიუტერში, ან სამსახურში. ჩვენ ყოველთვის გრჩება იმის საშუალება გავისიენოთ, გამოვისიენოთ. ახლა ამჟამად ნამდვილად ვერ მოვახერხებთ ამას, მაგრამ 3 თვის განმავლობაში ალბათ აბიჯებენ მოგიწევს ასეთ ადგილებში ყოფნა. კარგით, ახლა მივიდეთ რაღაცა საწარმოში თუ რა ვიცი, არ ვიცი, ნახოთ. და ვიქტორინა თამაშდება. ფედონია როგორი ყოფილა ხება ფედონია. გამოვედით ქალაქ გარეთ. დასახლების გარეთ ასე რომ თქვა.
ეს დოლარ ჯენერალი ყველგან არის ძალიან მაგარი ქსელია ეს იაფიანი ისა მოიგე ვესტეიშენიც ქონია ნახეთ თუ შემოწმების ის რაღაცა აკონტროლებელი ის კი არის რაღაცები არის საწყობები თუ რავი რა არის ეს ხო ეს გაზის წარმოება ნახეთ მე თო გაზის ტრუბები მოდის ეს უკვე გაზის წარმოება აქ სტილშია რაღაცა ჩვენ რა უნდა წამოვიდოს რა მე მგონი წიაღისეულია ეს ხრეში და რა ხორგი ერება მას მიდიან სამშენებლო მასალებისთვის ამზადებენ იმაში ჩავიხედე კომპანიას აქვს storage design ესე იგი ვიღაცის საყოფო საცხოვრებო ტვიტები მოყვა აქ ნაზგულისმობ ესე იგი ხო არის მოვი კომპანიები და ოჯახი რო გადადის ხოლმე რა ის ხო არის storage design-ო და კომერციული ინტერესი ჩაერთო რა მიგვაქვს ასეთი ადგილი და არის Baskin Tavern, Baskin jasný slovo. Okay, 1 quarter mile. Arrive at 2479 US Highway. აგერ არის, აი, 24. აი, შემეშალა, ესე იგი, ეს ყოფილა, მე კიდე ავწდი. მე როგორ შევიდე ხა, ხო, 24, 79. მე შემეშალა ზადნი ხოდით უნდა წავიდე ვიღაც არ დამეჯახოს ვიდეო გადაღებებში ავწდი მის ამას მაგრამ არა უშოს ისთვის დავდივარ საინტერესო ამბები ხონდა გადავიღო საერთოდ ზადნი ხოვები კარი უკან არ დამეჯახოს საერთოდ უკანასრით სიარული არ შეიძლება Yeah. Hello. He's going to Tennessee. The turnoff's right before those truck. Yeah. Right before that old truck. Okay. You can go down here to the border and flip around and come back. It's just a quarter mile. You can turn around and come back and go down that road. Which side? No. Down further. I can't tell here. No. Where are There. Turn around. Come back. Okay. იქ მოატრიალებ. ხო, აი ხო გითხარით ესე იგი. აქ მოატრიალებ მეთქი და. ოვეხი აი თქო. მეთქი აქ მოატრიალებ მეთქი და არაო. მაინც წესებია. აი არო დაუჯერე, უკან დავინახე პოლიცია მოდის და. მოდი აქ დავატრიალებ კაცო და. ყველაფერს აქ თავისი როგორ ამბობთ ყველა ქვეყანას თავისი რომელ ქვეყანას მიხაური ქუდი დაიხურიოდა ეხა სად დაუწყო წინააღმდეგო აი მოვატრიალებ და მივარ და გავჩერდები საერთოდ რაღაცა ეგ მოვატრიალებ რა აი ხომე ყოფა ადგილი მოდი ცოტა წილა ჩავიცვი შედა გადასტომა მომიწიოს და ვარ დავიწყო ჩალიჩი. Всё. ეხლა ხო გადახტომა და ცივა ეხლა 8 გრადუსი მაინც არის და საკვირი მომძრა. ოკეი. წავიდეთ მოვატრიალოთ. აი თითქოს კაციშვილი არ არის, მაგრამ შეიძლება ისეთი მაინც ამათ ხო იცი როგორ უყვართ ხოლმე. რა ჩაშვება ცოტა ცუდად არ მინდა თქვა, მაგრამ ენის მიტანა იციან ხოლმე და თავ შევიკავებ რა.
გამოდი. Fredonia Arizona Desert Rose. ვა, 1885 წელს არის ეს დასახლება. ნახე უბრალოდ წერია. Fredonia 1885 წელს არის ეს დასახლება. გრადუსი 10 გრადუსება რო არ გავციდეთ მაინც ჯობია თბილად ჩავეცვლა. ეს კაცი ეგრე მანიშნებს მოდი ახალ ხელებს იქნებს. My friend, I have to get inside. Excuse me, I have to get inside. No, just pull in. You can turn around right there. My dock's right back there. Just go. Oh, Yep. okay. აქეთ შემოდიოდა. შევიდეთ. რაღაცა. აგერ ყოფილა შეშოშ. არა. აგერ არის. всё, გავიგეთ. არც ის ყოფილა რაღაცა მიყო. ხო, აი ალბათ უნდა დავაყენო, ხო? всё, გავიგეთ. წიაღისეული მიყვა, წიაღისეული. Okay. Over, yeah? Yeah, okay. Გავიგე, შევაყენებ. იქ შევაყენებ. 5 ტრეპს, yeah? Okay. ავაყენებ ახლა ეს, ასაკე 5 სტრეპი და დავაყენე. 5 სტრეპი გაქვს მეთქი კი მეთქი. რაღაცას. Okay. ამუშავო პროცესი არა მეგობრებო. რაღაცა. აიქ არის დავაყენებ და უიმე ეს. მარილია თუ რა არის. ნუ მოიგო იმან ვინცა თქვა რომ რაღაც წიაღისეული მიგვახ. ჩეკიდო არ ვიცი ბოლომდე ხა გავაღოს კარები. ორი სტრეპი გვაქვს და ეხლა მივაყენებ იმას და მე მეხუთე 5 მინდაო რა. მივაყენოთ ეს იქ. არა ჯორჯ. ძიმე იქნება ნეტო. მივაყენოთ ნენელა. ეს დავაყენეთ, ეხლა გადავიდეთ და სტრეპები მივუტანოთ. ახლა ხო არა. It's okay. It's okay, yeah? It okay. Strepers მივუტანოთ. ორი ცალი იქადერ და სამი სტრეპი კიდევ მივუტანოთ. ეს ერთი. აუხთ. არის ნეტავი ეხლა გვაინტერესებს რა ნივთიერება წიაღისეული. პატარა რაღაცეები და პატარა საწარმოა. გუხდათ აქ კუთხეში დალაგებული. ქალბატონიც არის. აქ ჩვენ დავუდოთ ეს. რა მიგვაქვს? დაიწყეს დალაგება. სტრეპებს დავუდებ აგერ. ესეთი რაღაცა არის ესა პლასმასის რაღაცებია. ესე პლასმასის მასალებია თუ ესე რა ოპერატიულად მუშაობენ. აი ამასაც დალაგებულია და ესე იგი მივხვდი მეგობრებო, ნახე იქ შორს შევიხედე, ისინია და იმისგან აკეთებენ ამ პლასმასის ფორმებს. ხლეცა თებში ვით არა რაღაცა ეტყობა ნაწილია. აი ხა თუ მსხო რა. ესე იგი
არა, მეგობრებო, მოიგო იმან, ვინც თქვა, რომ წარმოება იქნება და წიაღისეული არ არის რა. ეთყობა აქ გადასახადები ნაკლებია. და ჩვეულებრივ კროშკები და იმებს რო ეძახენ იმისგან აი გოლებია და იმისგან ფორმებს აკეთებენ ამ პლასმასის სხვადასხვა ფორმებს. ახლა თუ მძიმე არ არის. ხო, არა, ესენი მიგვახ რა, ასე რაღაცები. ისე ეს ბიზნესი აი რაღაცაა რა. აი მანქანის პლასმასის ნაწილები ხო არის ახლა ესეთი კომპიუტერული დანადგარები ამ პლასმასის ფორმას აი ნაწილს მიიღებ და იმ კოშკისგან ანუ პლასმასისგან მიაღებინებ იმ ფორმას რაც შენ გინდა. ცუდი ბიზნესი ნამდვილად არ არის. აი კომენტია აქაც ესეც რა. ახლა ეს არ ვიცი რაღაცისთვის უნდა ეყვა ჩვენ გვეცოდინება ტენესიში რომ მივავალთ რისთვის უნდათ ეს პლასმასები იქ გავიგებთ. ხო რა მსუბუქია და უყურეთ ამ სტრაპებით ამაგრებენ რა. ძიმე ნამდვილად არ იქნება, ხო რომ ქანაობის დროს არ წაიქცეს. აი როგორც უყურეთ აი ეს რაღაცებს უკეთებ ნახე სტრაპები თუ მსუბუქია და ამით რო არ იქანაოს იმ რამდენიმე რიგად დააყენებენ ამ სტრაპებს. აი გაწერია კიდევაც რომ ფრეჯელ ანუ მსუბუქი და ფაქიზია რა ფრეჯე როგორ აქ ქართულად სათუთი საქონელია რა. რა მსუბუქი. აგით მეგობრებო, ეხლა მე გადაღება შეწყვიტა, იმიტომ რომ ვიგძენი რომ არ სიამოვნეთ ეს გადაღება და ნუ ყოველ შემთხვევაში გავიგეთ რა ამი გვაქვს კომერციული აზრისთვისაც გავიგეთ. გაჩვენეთ ის პროცესი როგორ მოვედით ფრედონიაში და ისიც გავიგეთ ფრედონიაში რა იწარმოება. ნუ საბოლოო ჯამში რა ხდება? მე ასე მგონია რომ აქ ეხლა მაინც ისეთი ადგილია, სადაც ალბათ გადასახადები ნაკლებია და ვიღაცამ ეს წარმოება გააკეთა და პლასმასის ფორმებს და პლასმასის სახეობებს აწარმოებს. და სადა რომელ წარმოებაში წავიღებთ ამ იმას, რა ქვია, ამ პლასმასის ნაწარმოებს უკვე ტენეში გავიგეთ. არა, ჯორჯ. ავედით, აბა, ყველას წარმატება, ბედნიერება და ყველაფერი კარგი. შევხვდებით მომავალ იმედია საინტერესო ვიდეოებში.